ოთონემსაძე და ჯგუფი ლინგო არის აქ და საქართველო არის აქ და ჩვენი ოთო ჩვენთან მოდის. აქ ახლა საქართველო შენდა. ძალიან ხარია რომ გაგიჟებულად დაგპატიჟე 4 მაისს შენ სოლო კონცერტზე რომელიც მარჯანიშვილის თეატრში შედგება. სრულიად ახალი პროგრამით წარსდგები მაყურებლის წინაშე და ალბომის პრეზენტაცია პრინციპში ეს და შეგიძლიათ დაიშვათ. შენ იცი ყველაფერი ოთოსი მომიყევი. არ მაინტერესებს საკითხი, არა. მე მოვყვები მაშინ რომ ოთო მართლა ყველა ჟანრში არის იდეალური და ჩვენი გვაჩვენე შენი ხმის მაყურებელმა ეს ძალიან კარგად იცის. ყველაფერს ასრულებს ლირიული ბალადიდან დაწყებული ქართული ნებისმიერი სიკვდილის სიმღერით დამთავრებული და ახლა როკი ყოფილა ყოველთვის მისი სიყვარული როგორც ჩანს, იმიტომ რომ ამ მიმართულების ახალი ალბომის პრეზენტაციაც უნდა შედგეს 4 მაისს, გარდა იმისა, რომ კონცერტს თავაზობს ამავე ალბომის გარშემო, ხო? სახელწოდებით ალბომს ქვია სხვა. ალბომი სხვა, არა, ოტო სხვა არის, ოტო სხვა არის. ოტო სხვა. ო, მე სხვა ოტო ვარ. როგორი ოტო? ის არ ვარ ხა შენ რომ იცი. კი განერვიულებული ოტო ხარ. ამ საოცარ მუსიკოსებთან ერთად პირველ რიგში ჩემიტებ ძალიან დიდი მადლობა, იმიტომ რომ 10 წელია რაღაც ენთუზიაზმით ემსახურებია ქართულ როკ მუსიკას და მოგლეთ ძალიან ბედნიერი ვარ იმით რომ რასაც ვაკეთებ ნამდვილად ჩემია და ძალიან კომფორტულად ვგრძნობ აქ თავს და როგორც იქნა მივედით იქამდე რომ სოლო კონცერტი მაქვს და ნერვიულობდი გუშინ ვარ დღეს აღარ ნერვიულობ. ხო. არ ვიცი რატოა ეს აღარ ნერვიულობ. გადანერვიულებული გაქვს უკვე. ვინერვიულე გუშინ. ერთი სული გვაქვს როდის მოვა 4 მაისი კონცერტი ჩატარდება ჩემთ. კი, ჩემი აზრით გავებს ოთო სცენაზე. აი ეგ არის საკითხი. აკადემიური თეატრის სცენაა, მარჯანიშვილის სცენაა, მაყურებელი თლად ისე ახლოს ალბათ არ ეყოლება როგორც თვითონ უნდა. აი აქ ცხვირთან ენერგია მაინც გადამდებია რაც მისგან რა გაგაჩერებს არ ვიცი სცენაზე, როგორ დაიმუშავა. დაუყებელი ვიქნები. დაუყებელი და ზუსტად ეგ მომწონს რომ არავინ არ მეუბნება რომ დაუყებელი. ოთო დაუმორჩილებელი. ანუ ეს არის ის რა ჯერ არ მოგვისმენია ჩვენ ოთოსგან, ხო? ანუ მოლოდინი როგორი უნდა კონდეს მსმენელს, აი ეგ მითხარ. მოლოდინი როგორი უნდა კონდეს, მყავს საოცარი მუსიკოსები, გვეყოლება სიმების ტრიო, დამატებულია ბექოკა, ფაქტიურად აკუსტიკური ვერსიით. დაგვემატება გორის გოგონათა გუნდი, მარჯანიშვილის სცენაზე ახალ სცენას ვაშენებ, ახალი განათებით, ახალი დეკორით. რეპერტუარიც მითხარი, ანუ ყველა სიმღერას პირველად მოვისმენთ. კი, ახალი ალბომის პრეზენტაცია. პირველად მოვისმენთ და ნუ ამ 14 სიმღერიდან 10 ახალი სიმღერა პირველ ალბომში. ხონდა ისინი ხომ მოსმენელი. ისინი კი, ორი სიმღერა იცით. ხო, ორი სიმღერა ვიცით. მოგატყუე. მესამეც ვიცით უკვე. მესამეც იცით. მესამეც ახლა რამდენი გვაქვს ახალი მოსასმენი, რამდენი სიმღერა შევიდა ალბომში. 12. 15 სიმღერა. ალბომში არ შევიდა 15, მაგრამ კონცერტზე. დღეს ხო აპირებ კიდე მეორე ნომერით შეგვისრულო და ასე რომ უკვე 4-ზე ავედით მეგობრებო. ხო, იმიტომ რომ ნახე ოთოზე 100-ია თუ ისე ვიცით ყველაფერი. ბუნებრივად თუ კი რამე გვაინტერესებს ხოლმე ნაცნობ და საყვარელ ადამიანზე არის ის ახალი ნაბიჯები, რომელსაც დგავს და რომელიც მოამწიფა. კი არ დგავს მოამწიფა და ჯგუფის ავტორო მუსიკა, რომელიც ძალიან მოვიდა ის დრო, როდესაც რაღაცა ამდენი წლის შედეგი უნდა გამოაცხო. რაშიც ბუნებრივია, ყველა შენი მეგობარი შენს გვერდზე ვარ და გვირჩევნია რომ ბილეტი არის კიდე დარჩენილი. ძალიან ცოტა ბილეტი დარჩა როგორც ვიცი. თუ დარჩა საერთოდ. არა, არის, ცოტა ბილეტი არის და შეგიძლიათ დეკორტეგეზე მოიძიოთ და ჩვენები არ მიასაღო. არა, თქვენები არ არის. თქვენები გადამმალე. გადადებულია. ეხა მინდა რომ დაგპატიჟო ისე. ხო, და აუცილებლად უნდა ვთქვა რომ შემოქმედებით საქართველოს კულტურის სამინისტროს და თბილისის მერიას დიდი მადლობა ყველა სპონსორს ესე ვერ ჩამოვთვლი იმისთვის რომ რავი ამდენი წლის მერე ჩემი ოცნება სრულდება და ეს არ არის კომერციული პროექტი არც ჩემთვის და არც მათთვის მაგრამ ემსახურება ქართულ მუსიკას და ძალიან დიდი მადლობა ამისთვის მადლობა ოტო შენ და ჩვენ სიამოვნებით მოგის დიდი მადლობა ეხლა შემოგმატე აკავარ მოვედი ძლივს მოხვედი შენ გენაცვალე და ბარე მოგვასმენინე